პოსტსკრიპტუმის კამერა იმის მოწმე გახდა, თუ როგორ დაანგრია ექსკავატორმა საყდრიზე არანაკლებად ძველი და ძვირფასი სამარხი. გაჩერე ახლა. სამშენებლო ტექნიკა სრული დატვირთვით მუშაობს. ბულდოზერები ბერი კლდეების ნამოსახლარზე ანადგურებენ ისტორიას, რომელიც თითქმის 6000 წელს ითვლის. იქ სადაც ახლა ეს სამშენებლო ტექნიკა მიწას თხრის, რამდენიმე თვის წინ ყორღანები იყო. ახლა ყველაფერი განადგურებულია. ისტორია წაშლილია, ძველი დიდების გადმონაშთიდან კი მხოლოდ კვალი დარჩა. აი რასაც ზემოდან იღებს ახლა ექსკავატორი, აქ არის კულტურა სწორედ. კულტურული ფენები ზემოთ არის. ადამიანი არ მიძურებოდა, თაგვი კი არ არის. საყდრის კატასტროფის ტოლფასია, ერთი და იგივე მოვლენაა ეს. სანამ ბერი კლდეების ნამოსახლარს ინერტული მასალების კარიერად გადააქცევდნენ, განგაში არქეოლოგმა იულონ გაგოშიძემ ატეხა. ძეგლთა დაცვის სააგენტოს მიმართა, სადაც დაამშვიდეს და უთხრეს, რომ სამუშაოები შეჩერდებოდა. მაგრამ ახლა აღმოჩნდა, რომ სააგენტოც და გაგოშიძეც მშენებლებმა უბრალოდ მოატყუეს. დადასტურდა, რომ კავკასიის კულტურები, აი რომელიც ცნობილი იყო მაიკოპის კულტურის, ნოვოსვობოდნენსკაიას კულტურის სახელით, უკავშირდება ურუქს. ურუკი მესოპოტამიური კულტურაა, შვაბდინარეთის კულტურა, რომელიც შუმერის კულტურას, საქალაქო კულტურას 1000 წლით უსწრებს, წინ უსწრებს. აი ის კულტურა არის აქ გავრცელებული და ამისი ყველაზე მნიშვნელოვანი ძეგლი საქართველოში გაითხარა სწორედ აი აქ. არის გამორიცხული, რომ ეს ურუქის კულტურის დროინდელი ყორღანები ყოფილიყო და ჩვენ ვიცით, რომ იმ ყორღანებში ძალიან ბევრი ოქროს ნაწარმია ხოლმე. სანამ პოსტსკრიპტუმისათვის ამ ინტერვიუს ვიწერდით, ტრაქტორმა ჩვენს თვალწინ კიდევ ერთი სამარხი დააზიანა. 4 მეტრიანი ბორცვიდან კი უნიკალური არქეოლოგიური მასალა გადმოცვივდა. მე არ გადავიგო. უყურე შენა. შორტ. რა უნდა უყო ამას არ ვიცი. თელია ბატონო. აუ. შეიძლება ისე არ ვიცი, იმას ქვია ბარბაროსობა. ნუ არ ვიცი რა ქვია. მით უმეტეს რომ გვითხრეს რომ აღარ ვიმუშავებთ აქაო. სანამ წერილების ომი მიმდინარეობს, ეს სამშენებლო ტექნიკა ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობას პირდაპირ მნიშვნელობით ანადგურებს. პოსტსკრიპტუმის რეპორტაჟის გადაღების დროს სრულიად შემთხვევით გადავაწყდით ფაქტს, როდესაც მძიმე ტექნიკის მუშაობის დროს დაზიანდა სამარხი, საიდანაც ბრინჯაოს ხანის უნიკალური არქეოლოგიური ნივთები გადმოცვივდა. ეს ჭურჭელი დაზიანება სასწაულით გადაურჩა. კიდევ უფრო ძველი ნივთები კი დამსხვრეულია. ნივთები, რომელიც მეცნიერებისათვის შესაძლოა დიდი აღმოჩენების წინაპირობა გამხდარიყო. მიწის გროვაში ახლა არქეოლოგი გაგოშიძე ნატეხებს ეძებს, უკვე წაშლილი კვალის ნაწილობრივ აღსადგენად. ყველა ეს ნატეხი მთელი ჭურჭლის ნაწილია. ესე იგი, ჩვენ რო გაგვეთხარ არქეოლოგებს, ეს თვითონ იქნებოდა მთელი ჭურჭელი. საგამოფენოდ გამოსაყენებელი. ყორღანი აქა გათხრილი. აი ეს არის ყორღანია ახლა. გაჩერდია საერთოდ აღარ იმუშაოთ. დაიგე? და ასე სამარხი ამოთხარეს. ეს ჩვენ თვალწინ დაიგრა და ეს ადრე დაგრეულები. პოსტსკრიპტუმის გადაღებების დროს გადარჩენილი ნივთები ეროვნულ მუზეუმში გადავიტანეთ. ის ვინც მთელი ცხოვრება მიწაში კაცობრიობის ისტორიულ წასულს სწავლობს და წინაპრების საგანძურს ეძებს, უბრალოდ გაუგნებულია. ეს არის შუაბრინჯა. ეს არის ნამდვილი კარგი შუაბრინჯა, რეალისტური შუაბრინჯა. შემთხვევით აღმოჩენილ ნივთებს უყურებენ და გვიყვებიან, თუ რის განადგურებასთან გვაქვს საქმე. ეს არის დაახლოებით 6000 წლის წინანდელი ძველი წელთაღრიცხვის მე-4000 წლების დასაწყისის და პირველი ნახევრისთვის დამახასიათებელი ჭურჭელი. აი ეს კერამიკა, თუნდაც აი ეს, რომელიც სრულიად უნიკალურია შიდა ქართლისთვის და იშვიათობას წარმოადგენს, ეს არის დამამტკიცებელი იმისი, რომ აქ არსებობდა საზოგადოება, რომელსაც ჰქონდა რაღაცა მესოპოტამიური ფესვები, ანუ იქიდან არის შემოსული ეს ტალღა. ბერი კლდეების სხვა ზონაში გათხრების შედეგად არქეოლოგებმა შარშან უნიკალური ქანდაკებები, ბრინჯაოს ნაკეთობები და თიხის ჭურჭელი აღმოაჩინეს. მათ ჰქონდათ იმედი, რომ უკვე განადგურებულ ტერიტორიაზე კიდევ უფრო მეტი მასალის პოვნის შანსი მიეცემოდათ. მასალის, რომელიც საბოლოოდ დაამტკიცებდა შუაგულ ქართლში უძველესი კულტურის არსებობას. 6000 წლის წინანდელი. აი ამაზე საუბარი იყო, სწორედ გავაფრთხილებ, კიდეც ის რა ქვია, მინისტრი. რომ აი ამ ადგილას მუშაობა არ შეიძლება.
ვინ გასაბრძანება ბერი კლდეების ნამოსახლარზე ინერტული მასალების კარიერი არქეოლოგების დასკვნის გარეშე გაეხსნათ. ამ ჩახლართული საქმის დეტალების გარკვევა კულტურის სამინისტროდან დავიწყეთ. სწორედ მათაც ცნობა არქეოლოგმა იულონ გაგოშიძემ, რომ გზების მშენებელი კომპანია სამარხებს ანადგურებდა. გაგოშიძემ ჯერ მინისტრთან შეხვედრა ითხოვა. ერთი თვე უშედეგოდ ელოდა, ბოლოს კი წერილი გაუგზავნა. განადგურდა ძველი ნამოსახლარი მდინარე ფრონის მარცხენა ნაპირას და სულ ცოტა 3 ყორღანი ბერი კლდეებთან, რომლებიც შესაძლოა ქრისტეშობამდე მე-4 ათასწლეულის ურუქი მაიკოის კულტურის ნაწილი ყოფილიყო. ძეგლთა დაცვის სააგენტომ ნაცვლად იმისა, რომ გამოეყენებინა კანონით გათვალისწინებული ზომები, არჩია გარიგებოდა სამშენებლო კომპანიას. მოგმართავთ თხოვნით, არ დაუშვათ ასეთი პრეცედენტი. კულტურის სამინისტრომ გაგოშიძის წერილი ძეგლთა დაცვის სააგენტოში რეაგირებისათვის გადააგზავნა. ანუ იმ უწყებაში, რომელსაც ცნობილი არქეოლოგი სამშენებლო კომპანიასთან გარიგებაში ადანაშაულებდა. ჩვენ გავუგზავნეთ იმ ორგანიზაციას, რომელსაც აქვს ამის რესურსიც და ევალება კანონით აი ამ ასეთ საქმიანობაზე რეაგირება. ძეგლთა დაცვის სააგენტომ ეს წერილი მიიღო და კულტურის სამინისტროს წერილობით ვეუპასუხა. ამ წერილზე იმუშავა არქეოლოგიურმა სამსახურმა, რომელმაც მოამზადა პასუხი და გადაგზავნილი არის თუ არ ვცდები 2 დღის წინ კულტურის სამინისტროში. მაგრამ სამინისტროს ეს პასუხი არ მეუღია. ზუსტად ასე მივწერეთ ჩვენ, რომ შემჭირებულ ვადებში ეცნობებინათ. ჩვენთვის მოახდინათ შესაბამისი რეაგირება ამ ბატონი იულონის წერილზე და ეცნობებინათ ჩვენთვის პასუხი. მაგრამ პასუხი არ არის შე. ჯერჯერობით სამხალხო პასუხი არ ჩანს. სანამ გზაში დაკარგულ წერილებს ეძებდნენ, ბულდოზერებმა ქვეყნის ისტორიის უმნიშვნელოვანესი მოვლენების აღდგენისა და აღწერის შანსი თითქმის ნულამდე დაიყვანეს. პოსტსკრიპტუმის მიერ გადაღებული ამ კადრების შემდეგ განგაში კულტურის სამინისტროშიც და ძეგლთა დაცვის სააგენტოშიც გამოცხადდა. შემთხვევის ადგილზე სააგენტოს არქეოლოგები ჩავიდნენ და დაასკვნეს, რომ მდგომარეობა ნამდვილად კატასტროფულია. არის საკმაოდ მძიმე დაზიანება არის ტერიტორიის. სავარაუდოდ რამოდენიმე სამარხი არის მინიმუმ განადგურებული. დაგვხვდა კერამიკის ფრაგმენტები და ადამიანის ძვლის ფრაგმენტები. მნიშვნელოვნად არის დაზიანებული ტერიტორიაზე არქეოლოგიური ობიექტი, ამას ვაფიქსირებთ. მიწაყრილისათვის საჭირო ინერტული მასალების მოპოვებას ბერი კლდეების ნამოსახლარზე ჩინური კომპანია China Nuclear Industry აწარმოებს. კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ უფროსი თათბირზე თბილისში წავიდა, მათ კი საუბარი არ შეუძლიათ. Просто наш начальник сегодня в ДПС, у них сообщение есть сегодня, не смог. თბილისის სენაკი ლესელიძის ავტობანის პროექტის ხელმძღვანელი გვარწმუნებს, რომ ჩინურ კომპანიას ლიცენზია ნამდვილად გააჩნია და ბერი კლდეების ნამოსახლარის გათხრის უფლება მათ გარემოს დაცვის სამინისტრომ მისცა. მე მივმართე გარემოს ბურების სამინისტროს, ანუ რესურსების დაცვის სამინისტროს, რომელმაც შესაბამისად გასცა იმ ტერიტორიაზე ლიცენზია, კომპანია მიმართა უпростоრად და გასცა ლიცენზია ამ ტერიტორიაზე და მოპოვება გარემოს ეროვნულ სააგენტოზეა. მე არ ვიცი ვისი არის პასუხისმგებლობა. ვერ ჩვენ რეალურად სამშენებლო სამუშაოები ჩატარებული არის ლიცენზიის მიხედვით. ლიცენზია მოიცავს რაღაცა არეალს და იმ არეალიდან ხდება იმ ტერიტორიიდან ხდება მაგ მასალის მოპოვება. აი დოკუმენტებიც, რომელიც ნამდვილად გარემოს ეროვნული სააგენტოს გაცემულია, თუმცა დგინდება, რომ კანონის დარღვევით. როდესაც ლიცენზია უნდა გაიცეს, აუცილებელი პირობა გახლავთ, რომ პირველ ეტაპზე შესწავლილი იქნას ტერიტორია, ჩატარდეს იქ გარკვეული კვლევები და მხოლოდ ჩვენი დასკვნის საფუძველზე არის მერე შესაძლებელი, რომ გაიცას შესაბამისი ლიცენზია. ანუ ეს კვლევები არ ჩატარებულა ამ ტერიტორიაზე. მე კიდევ ერთხელ გიფიქსირებთ, რომ ჩვენს მიერ არანაირი კვლევები უშუალოდ ბერი კლდეების მონაკვეთზე არ ჩატარებულა. ანუ ლიცენზია შესაბამისად უკანონოდ არის გაცემული. 16 ოქტომბერს გაცემულ ლიცენზიაზე გარემოს დაცვის სამინისტროში დღეს საუბარი აღარ სურთ. ამბობენ, რომ კომპეტენტური პირი, ვინც ჩვენს კითხვებს უპასუხებს, საქართველოში არ ემყოფება. სანამ წერილები კულტურის სამინისტროდან ძეგლთა დაცვის სააგენტოში, სააგენტოდან ისევ სამინისტროში, მერე სხვა სამინისტროში, მერე მშენებლებთან ან სულად სასამართლოში გადაეგზავნება უბრალოდ დრო გადის. დრო, რომელიც ამ შემთხვევაში ისტორიული ფაქტების დადგენის წინააღმდეგ მუშაობს.